როდესაც ვინმეს რაიმე მიზანს ან გეგმას უზიარებთ, თითქმის ყოველთვის გამოჩნდება ის პიროვნება, რომელიც გეტყვით, რომ ეს ან შეუძლებელი, ან სისულელეა. თქვენი აზრით, რატომ იზიდავს ხალხს ასე ძალიან სხვისი ოცნებებისა და მიზნების გაუფასურება და რატომ გახდა ეს ყველაფერი ნორმა? დაწერეთ კომენტარებში. მანამდე კი მიაგიხსნით თუ გაინტერესებთ. ესე იგი, ზრდასრულთა უმეტესობას არა მხოლოდ არ აქვს გაცნობიერებული თავისი ამბიციები, არამედ არც სურს გაიხედოს თავისი აუხტენელი ოცნებებისაკენ. ყოველ ჯერზე, როდესაც შენი გარემოდან ვინმე იწყებს სიახლისკენ სვლას, სხვები ამას როგორც თავიანთი კომპრომისების მტკივნეულ შეხსენებად აღიქვავენ და ამ დროს უმარტივესი გზა სხვისი ენთუზიაზმის ხარისხის დაწევაა, რათა თავი კვლავ ემოციურად უსაფრთხოდ იგრძნო. აქ მხოლოდ შური არ მოქმედებს, უფრო ხშირად საქმე სამყაროს ნაცნობი სიტუაციის შენარჩუნებას ეხება. ანუ მე ცხოვრება ვიცი ასეთნაირად და შენ რომ განსხვავებულად აკეთებ რაიმეს, ჩემი რეალობა ირღვევა და მაგ შიშმა რომ არ შემაწუხოს, ჯობია გაგიუფასურებ ყველაფერს და ვეცდები დაგწიო ჩემ დონეზე, რადგან შენი წარმატება ჩემი რეალობის დამსხვრევის ტოლფასია. რახან შენ მიეცი თავს ოცნების უფლება, მაშინ მე რატომ არ ვცდილობ იგივეს, ხო? ბევრისათვის ეს კითხვა იმდენად უსიამოვნოა, რომ მისი დაუყოვნებლივ ჩახშობა სურს სარკაზმით, ზერაციონალურობით და გაუფასურებით. ჯგუფური დინამიკის დონეზე კოლექტიური ზეწოლაც კი არ მოქმედებს იმდენად, რამდენადაც საკუთარი სოციუმის წევრებს შორის მათნაირად დარჩენის აუცილებლობა, სადაც ყველა ერთნაირად დარწმუნებულია იმაში, რომ არაფერი კარგი არ ელის და არაფერ კარგს არც უნდა ელოდეს, გადამრჩენელი მესიის გარდა, რომელიც ამ ჯოჯოხეთიდან წაიყვანს. სხვისი ოცნება გამაღიზიანებელია არა იმიტომ, რომ ის რეალური, არამედ იმიტომ, რომ არ ღვევს სტაბილურობის უთქმელ წესს და რაც უფრო ხმამაღლა საუბრობს ადამიანი თავის მიზანზე, მით მეტად აყენებს ეჭქვეშ ამ კოლექტიურ შეთანხმებას, რომელსაც ქვია იცხოვრე ყველას მსგავსად.